დღის სხვა მთავარი თემები მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. ოჩამჩირეში ილორის წმინდა გიორგის ტაძარში ოკუპანტებმა ჯერ ქართული ფრესკები გადაღებეს თეთრად და ეკლესიაში კონდიციონერები დაამონტაჟეს, ბოლოს კი არქიტექტურად შეუცვალეს. აფხაზეთსა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან და სასწაულმოქმედ ტაძართან ახლა რუსული მძიმე ტექნიკა დგას. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას ოკუპანტებმა რუსული ტაძრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი დაადგეს. აფხაზეთში უძველეს ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე ქართული კვალის წაშლას უკვე მათი გადაკეთებით ცდილობენ. კადრებში, რომელიც დღეს კურიერმა მოიპოვა, ისიც კარგად ჩანს, რომ ილორის წმინდა გიორგის ტაძართან რუსი ოკუპანტები დგანან. აქვეა მობილიზებული სამხედრო ტექნიკაც. ანტიქართული ქმედება, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ეს მოსალოდნელია რუსეთისგან. ილორის ტაძარი ბრწყინვალე შემოქმედების ნაყოფი ასეთ ბარბაროსულ ქმედებას გაკიცხვას და დაგმობას იმსახურებს ერთნიშნულოვნად არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ჩაერევიან, მე ამას დარწმუნებული ვარ. ოკუპანტებმა ეკლესიაზე ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. აღმოსავლეთის მხარე, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე დამონტაჟებულია კონდიციონერები. საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. ძალიან ვწუხარ რომ ილორს ამდენად შეეცვალა სახე, იმიტომ რომ ილორი ტაძარი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჯერ კიდევ იმ დროს იყო და არსებობდა და ლოცულობდა ქართული ხალხი, როცა რუსეთს საერთოდ არ ჰქონდა სარწმუნოება შეძენილი. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. სწორედ ილორი იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების სალოცავი ადგილი. არქიტექტურული ძეგლი მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა. ილორში ქართული მღვდელმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს. წირვა-ლოცვა იქ 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება, როგორც საერო, ისე საეკლესიო ცდილობდა მაქსიმალურად წაშლილიყო ქართული კვალი ნებისმიერი ქრისტიანული ძეგლიდან. ამიტომ გადაღებეს ქრისტიანული ტაძრები, ფრესკები წაშალეს და ეს არის ძველი მეთოდი. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის ოფიციალური თბილისი სოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის. ქართული მხარე იუნესკოს-გან ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ეს არის დარღვევა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის და შესაბამისად აუცილებელი არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც პირველ რიგში იუნესკოზეა საუბარი, რომელსაც პირდაპირ შეხება აქვს ამ საკითხთან, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრული ყველა ძეგლი დაუცველია. სულ რეგიონში 1100 ქართული არქიტექტურული ძეგლია. ისტორიის შეცვლის მცდელობა გადაკეთებული ქართული ტაძრები აფხაზეთში და ოკუპანტების მიერ დაწყებული ეგრეთ წოდებული სარესტავრაციო სამუშაოები ისტორიულ ძეგლებზე. მოგვიდრან და ილორი ეს ის ტაძრებია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ისტორიულ ძეგლებზე ძველი არქიტექტურა მთლიანად წაშლილია. დასავლეთ საქართველოსთვის ეს იყო ერთგვარი ესეთი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი. მრავალ საუკუნოვან ტაძარზე ვანდალიზმის ფაქტს უკვე მოყვა გამოხმაურება სამეცნიერო წრეებში. რუსი ოკუპანტების მიერ ოჩამჩირის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის გადაკეთებას ქართული ხელოვნებათმცოდნეები ისტორიის შეცვლის მცდელობად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მე-11 საუკუნის ტაძარი დარბაზული ტიპის ეკლესიაა და გუმბათი მის არქიტექტურულ მონახაზში არ ჩდება. რაღაცა უცნაური დანამატია, რომელსაც ხაზგასმულად ეს ხახვის ბოლქვის ფორმის დასრულება გაუკეთდა, ატოვა მაინც ესეთი უფრო რუსული იერი რომ მიეცეს. ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ეკლესიების რესტავრაციისთვის ტენდერი რამდენიმე კვირის წინ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისა და სიძველეთა დაცვის ორგანიზაციების გვერდისავლით რუსულ კომპანიებს სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება მიეცათ. ოკუპანტების სარესტავრაციო სამუშაოები კი ხუროთმოძღვრული ძეგლების სრულად გადაკეთებას გულისხმობს. კედლების შეთეთრებასთან ერთად ეკლესიებზე ქართულად ამოკვეთილ წარწერებს მთლიანად შლიან. ილორის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე 6 უძველესი ქართული წარწერაა გადაღებილი. მათ უნდა რა თქმა უნდა წაშალონ კვალი ქართული კულტურისა, იმიტომ რომ მხოლოდ კულტურის ნიმუშები აღწერს ზუსტად ავთენტურობას იმ მოსახლეობის, რომელიც ცხოვრობდა ამ მიწაზე და ქართული კულტურული ძეგლები მათთვის ეს რაღაც პრობლემას წარმოადგენს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ილორის ტაძართან დაკავშირებული მდგომარეობის შესწავლას სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებისგან ქართული კანონმდებლებიც ითხოვენ. მიმართვა ქართულ დიასპორებშიც გაიგზავნება. აღკვეთილი იქნას ეს ბარბაროსობა, რომელიც დღეს ილორის ტაძრის წინააღმდეგ ხორციელდება. აუცილებლად საქართველოს აღადგენს ილორის ტაძარს და ის მიიღებს ისეთ სახეს, როგორც მას ჰქონდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დამახინჯების ფაქტები ილორის ტაძართან ერთად მოქვისა და დრანდის ტაძრებსაც ეტყობათ. ამ ეკლესიების ძველი არქიტექტურა მთლიანად წაშლილია. ეს არის წარმოუდგენელი ვანდალიზმი მსოფლიო ისტორიაში და ზოგადად ხელოვნების ისტორიაში და შეიძლება ითქვას, რომ ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ რუსეთის სახელმწიფოს ხელისუფლებას ბარბაროსული ხასიათი აქვს. ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადაღებასთან ერთად გარე ფასადზე კონდიციონერებიც დაამაგრეს. ეკლესიის შესასვლელთან ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.